ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს, რომლის რეაბილიტაციაც წლებია ვერ დასრულდა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შეხვდა. შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მედია ინფორმირებული არ იყო, საუბარი სწორედ სკოლის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარე ეტაპს შეეხო. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნული, მინისტრმა საზოგადოებას დეტალურად გააცნო პროექტთან დაკავშირებული საკითხები. სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი საინჟირო შესწავლის აუცილებლობა. მინისტრმა სასკოლო საზოგადოების წევრების შეკითხვებს უპასუხა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება უსაფრთხოების სტანდარტებისა და ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე დაჩქარებულ ვადებში იქნება მიღებული. ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას, რომელიც ქუთაისში შედგა, ესწრებოდნენ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭეღვარია. ცნობისათვის, ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია წლების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი დღემდე დაუსრულებელია. ამ ხნის განმავლობაში მშობლები და პედაგოგები არაერთხელ ითხოვდნენ სამუშაოების დროულად დასრულებას. მშობლებმა მიმდინარე წლის იანვარში სკოლასთან აქციაც გამართეს. რეაბილიტაციის გაჭიანურების გამო სკოლის მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში, სხვა მისამართზე მეორე და მესამე ცვლებში აგრძელებენ, რაც როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მათი ოჯახისათვის დისკომფორტია. აქ ყოფნის მიზანი გახლავს არა რომელიმე კონკრეტულ პირთან ბრძოლა, არამედ ჩვენი მოთხოვნა არის და ჩვენი მიზანი არის, რომ ხმამ მივაწვდინოთ სხვადასხვა სამთავრობო ორგანოებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ გულთან ახლოს მიიტანოს ჩვენი წუხილი, ჩვენი შვილების მდგომარეობა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ უკვე თითქმის 3 წელია სხვა სკოლის კედლებში ვართ შეხიზნულები, ძალიან გაჭიანურდა სარემონტო სამუშაოები, ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემები შეგვექმნა, არავინ არ გვეუბნება კონკრეტულად, ანუ გვეუბნებიან უბრალოდ, მაგრამ მაინც მიუხედავად ამ თარიღებისა, ყოველთვის რატომღაც იწელება ეს, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ჩვენ სკოლაში, ერთადერთი თხოვნა ის არის, რომ გადადგან ისეთი ქმედითი ნაბიჯები, რაც მიმართული იქნება იმისაკენ, რომ დროულად მოხდეს აი ამ ბავშვების თავიანთ სკოლის კედლებში სწავლის გაგრძელება. სხვადასხვა თარიღები იყო დასახელებული, უნდა შევსულიყავით წინა წლის სექტემბერში, უნდა შევსულიყავით გასული წლის დეკემბერში, ახლა გვეუბნებიან, რომ ჩასწორება მოხდა და უკვე ივნისის თვეში უნდა დამთავრდეს ეს სარემონტო სამუშაოები და რამდენად მოესწრება ამ დროში მეც არ ვიცი. 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო და 1 სექტემბერს არა, მაგრამ მე წლის მეორე ნახევარში უკვე სწავლა უნდა გაგვეგრძელებია სკოლაში, ჩვენ სკოლაში, მაგრამ დღესდღეობითაც იგივე სიტუაცია, რაც 2024 წლის ბოლოს იყო და ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა. დღესაც ვერავინ, არ ვიცი, დირექციასაც პასუხს ვერ გუცემს, ზუსტად იმიტომ, რომ თვითონაც შეწუხებულია განა მოსწონს ჩვენი ეს მდგომარეობა, თვითონაც შეწუხებულია ამ მდგომარეობით, თვითონაც წუხს, მაგრამ აი ის რომ ვინმე პასუხისგება მისცეს, თუ ჩვენ დირექტორს და დირექტორის უკან ჩვენ დგევართ მშობლები, რომლებიც მოლოდინში ვართ, პასუხის ჩვენი ბავშვები პირველ რიგში არიან ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ, იმიტომ რომ წრეებზე ვერ დადიან, გაკვეთილებს ვერ ასწრებენ, ღამე მოდიან სახლში და სრულიად დაღლილები არიან. 3:30-ზე იწყება სკოლა და ეს მეორე სმენა კი არა, იქნება მესამე სმენად უკვე. აქედან გამომდინარე, იძულებული გავხდით მშობლები დირექციასთან, რომ ვერანაირი, სიტყვა, მართალ ვერ მოვისმინეთ, გავხდით იძულებული, რომ მოვაწყოთ აქცია და ვნახოთ სიმართლე, გაგვცეს სამინისტრომ, ზემდგომმა, ვისაც ეკუთვნის ეს საქმე, რატომ მიგვიანებს ამდენი ხანი. უნდა ყოფილიყო ივნისისთვის დამთავრებული უკვე სამუშაოები, ივნისისთვის კი არა, არამც თუ დაწყებული არ არის, ეს სამუშაოები და როდემდე უნდა ვიწამოთ ჩვენ მშობლებმა და ჩვენმა შვილებმა. გვეუბნებიან, რომ 3 კვირაში ერთხელ, 2 თვეში ერთხელ მოდიან მუშები, შევლენ, რაღაცას ავითომ გააკეთებენ, მაგრამ ფაქტად რჩება, ვიზუალურადაც ჩანს, რომ არც სახურავი აქვს, არც ფანჯრები აქვს. მეტი ჩვენც არაფერი ვიცით, იმიტომ რომ დაწვრილებით ინფორმაცია არ აქვს და ვერავინ ვერ გვეუბნება, ზუსტ
რისკს, როდის განახლდება და როდის იქნება საშუალება შევიდეთ სკოლაში და მოვიყვანოთ ბავშვები თავის კუთვნილ შენობაში. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით თავდაპირველი კონტრაქტი ქუთაისის ნომერ მე-7 სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით SSIP საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია ბრიტანია Construction შორისაა გაფორმებული. სკოლაში 5,667,779 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო. სამუშაოების დასრულების თარიღად კი 2024 წლის 28 ნოემბერს დადებულ ხელშეკრულებაში 2025 წლის 22 დეკემბერი იყო განსაზღვრული. ხელშეკრულებაში 4 ცვლილება შევიდა. ბოლო ცვლილება 2025 წლის 30 დეკემბერს დამტკიცდა, შედეგად სამუშაოების დასრულების თარიღად უკვე 2026 წლის 22 ივნისია განსაზღვრული. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი უკვე არა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, არამედ მუნიციპალური განვითარების ფონდია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით თავდაპირველი დამკვეთი უწყება ლიკვიდირებულია, ხოლო მისი სამართალმემკვიდრე 2025 წლის 30 ივლისიდან მუნიციპალური განვითარების ფონდია. შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად, როგორც ქუთაისის ნომერ მე-7, ისე სხვა სკოლების რეაბილიტაციის პროცესში, სწორედ აღნიშნული პრობლემაა დასახელებული. ხელშეკრულების ცვლილების დოკუმენტში კი ვკითხულობთ. ხელშეკრულების თავდაპირველი რედაქციით მითითებული სკოლების რეაბილიტაცია არ ხორციელდებოდა დიზაინ ბილდის კონცეფციით. Constructions არ ევალებოდა განეხორციელებინა ობიექტის პროექტირებისათვის საჭირო სამუშაოები, თუმცა დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მას უწევს აღნიშნულზე მუშაობა. ვინაიდან სკოლის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის ჯეროვანი მომზადება და აღნიშნული საფუძველზე მშენებლობის განხორციელება წარმოადგენს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე SSIP დაბა ლენტეხის ნომერი 2, SSIP ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ რიკოთის და SSIP ქალაქ ქუთაისის ნომერ მე-7 საჯარო სკოლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გაზრდილი სახელშეკრულებო ღირებულებების ოდენებით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ინიცირება მოწონებულია SSIP საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეკრულებების ცვლილებებისა და ვადამდე შეწყვეტის განხილველი კომისიის 2025 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე. სამშენებლო ობიექტებზე სხვადასხვა დამატებითი გარემოებაც არსებობდა, რაც საჭიროებას ხდის გადაიხედოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა მიწოდების ვადები. კერძოდ შენობები დაგვიანებით დაიცალა და სარეაბილიტაციო ფართების გადაცემა შემსრულებელთათვის გვიან განხორციელდა. ამასთან ვინაიდან SSIP საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამართალმემკვიდრის განსაზღვრას მოხვა ხელშეკრულების მხარეთა შორის გარკვეული კომუნიკაციის შეფერხება, ხოლო კონტრაქტორს დამატებით შესასრულებლად განესაზღვრა საპროექტო სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს ხარჯთა რიცხვისა და კლებამატების უწყისის კორექტირების აუცილებლობას, კონტრაქტორის მიერ დამატებით წარმოდგენილი დასაბუთების, ასევე აღნიშნულზე საზედამხედველო კომპანიის პოზიციისა და რეკომენდაციის დაფიქსირებით მიზანშეწონილია ხელშეკრულებაში განხორციელდეს სამუშაოთა მიწოდების ვადების ცვლილება ვკითხულობთ დოკუმენტში. ამასთან კომპანიას გაეზარდა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით 173,035 ლარით. როგორც ჩანს, სკოლის მოსწავლეებს კიდევ ერთი წელი მოუწევთ ლოდინი, სანამ დაუბრუნდებიან მშობლიური სკოლის კედლებს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის პროცესი ხარვეზებისა და დაყოვნების გარეშე წარიმართება.